მტერი საბჭოთა კავშირში ბევრი იყო, იმდენი ბრძანება ამ მტერზე მიღებული, ეხლა რო ჩამოვთვალო, ბევრი გამომრჩება, მაგრამ მთლიანობაში იყო ეს მტერი უნდა ეძებო ყველგან. შემშვიდად არ უნდა იყო, იმიტომ რომ ვიღაც მუდმივად მოვა და საფრთხეს გიქმნის. საფრთხე არის ყველანაირი. დაწყებული იქიდან რომ შეიძლება დაემხოს საბჭოთა სახელმწიფო, დამთავრებული იქიდან რომ ხვალ შეიძლება არ კონდეს პური. ამიტომ ამას ყველაფერს ქმნის მედია და ქმნიან მაშინდელი მწერლები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. სახელმწიფოს ყავს ფარული მტრები და ჩვენი საბჭოთა მოქალაქეების ვალია ამ ფარულ მტრებთან ბრძოლა, გამოვლენა, დაგვეხმარეთ ამაში და მე ეს ფარული მტერი შეიძლება აღმოჩნდეს ყველა. და ეს ენა მედიის არის როგორი სხვათა შორის ეხლა რო ვკითხულობდი აბსოლუტურად არ ტოვებს არანაირ სივრცეს მედიაციისთვის. კატეგორიულია. აბსოლუტურად იმპერატიულია. კატეგორიულობაშიც კიდევ რა იმპერატიულია. ან ხარ ის, ვინცაც მე გეუბნები, რომ ხარ, ან ხარ მტერი. ანუ არ შეიძლება აქ იყოს ჩვეულებრივი ადამიანის ადგილი. ან საბჭოთა ადამიანი ხარ, ან საბჭოთა სახელმწიფოს მტერი ხარ. ანუ დავუშვათ ხო შეიძლება რომ არც ერთი ვიყო, არც მეორე ჩემთვის ვიყო, არა. მსგავს რამე არ ხდება. და ენაც არის ესეთი, რომ უნდა გაისრისოს როგორც გველის წიწილები, ამოიძირკოს.